ხსდან და დამალული დეტალებიდან დაწყებული საიდუმლო ოთახებით, პროტოტიპის ამოღებული დიზაინებითა და დეტალებით, რომლებიც სრულად ცვლიან მეხუთი თავის ისტორიას. დღეს ჩვენ აღმოვაჩენთ ყველაზე დიდ საიდუმლოებებს, რომლებიც დამალულია Poppy Playtime-ის მეხუთე თავში. და დამიჯერე, ზოგიერთი მათგანი იმდენად კარგად არის დამალული, რომ დიდი შანსია პირველ თამაშში ისინი გამოხრჩა. თუ ყურადღებით დააკვირდები შესავალი რეკლამის დროს, სინამდვილეში შეგიძლია დაინახო პროტოტიპის ნამდვილი გარეგნობა, მანამდე სანამ ის სულად გამოჩნდება მოგვიანებით, ჩაის წვეულებაზე. ამ რეკლამაში გამოყენებული მუსიკაც ძალიან ცნობილი საბავშვო სიმღერაზეა დაფუძნებული, ჰოკი-პოკი. Poppy Playtime-ის მეხუთე თავის ტრეილერებმა რამდენიმე საინტერესო დეტალი გაამჟღავნა, მაგრამ ყველაფერი რაც მათში გამოჩნდა, საბოლოო თამაშში არ მოხდა. მაგალითია ეს პოპის მუყაოს ფიგურა, რომელიც სარეკლამო მასალაში გამოჩნდა, მაგრამ რეალურად მეხუთე თავში ასად ჩანს. მეხუთე თავის დასაწყისში კვლავ ხვდებით ჰოკი-პოკის სცენაში, რომელიც პირდაპირ მეოთხე თავიდან გრძელდება, მაგრამ ოთახი ოდნავ განსხვავებულია. შიგნიდან ყველაფერი უფრო თანამედროვე ჩანს, ნაკლებად დანგრეულია და კედლების ფერიც სრულიად განსხვავებულია. ასე რომ ან ოთახი შეიცვალა თავებს შორის, ან შეიძლება ეს ზუსტად ის ოთახი არ არის, რომელიც ადრე ვნახეთ. ჰოკი-პოკის დევნის დროს მონსტრი ერთადერთი არ არის, ვინც შეიძლება შეგაშინოს. თუ სწორ მომენტში პირდაპირ ჰოკი-პოკის წინ დაეცემი, ისიც ერთი წამით შეშინდება. ეს პატარა დეტალია, მაგრამ ის უცნაურად რეალურად აგრძნობინებს თავს. აურიმალსის ერთ-ერთი ვარიანტი თითქოს სათამაშო დათვია და იმ კულისებს მიღმა კადრების ტრალობით, რომლებიც თავის გამოსვლის შემდეგ გააზიარეს, შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ეს არსება მართლაც სათამაშო დათვზე იყო დაფუძნებული. 4 თავის შემდეგ ბოლოს და ბოლოს ბრონზს ვეცნობით, მაგრამ მისი მდგომარეობა სულაც არ არის კარგი. მისი სხეული ერთ ადგილზეა ჯაჭვებით დაბმული, ვერ მოძრაობს და მის ქვემოთ აურიმალები მუდმივად კბენენ და გლეჯენ მის სხეულს. ბრონზს სიცოცხლეს უნარჩუნებს პოპის გელი, ნაერთი, რომელიც ექსპერიმენტის სხეულს საშუალებას აძლევს უკონტროლოდ რეგენერირდეს და გაიზარდოს. ეს შეიძლება იყოს ის გზა, რომლითაც პროტოტიპმა რესურსების პრობლემა გადაჭრა Playtime კომპანიის ქარხანაში გატარებული 10 წლის განმავლობაში. მაშინ როცა Mob Entertainment-ი აგრძელებს ტრადიციას და დინოზავრების ვარიანტებს ყოველ ვერსიაში ტანჯავს. Playtime კომპანიაში უამრავ რიცხვს ხვდებით. უმეტესობა კოდებისა და პაროლებისთვის გამოიყენება. მაგრამ ჩანს, რომ MOB Entertainment-ს ჯერ კიდევ შემორჩა შემთხვევითი და სახალისო დეტალების დამატების ჩვევა, ზუსტად ისე როგორც წინა თავებში აკეთებდნენ. ერთი პატარა დეტალი ჩუმზე ისაა, რომ ის არ ლაპარაკობს. ამის ნაცვლად ის ჟესტების ენით ურთიერთობს. და მას შემდეგ, რაც მოთამაშე პროტოტიპს პირისპირ შეხვდება, ჩუმი ჟესტების ენით გვანიშნებს, რომ პრობლემაში ვართ. მაგრამ ამის შემდეგაც კი ის მაინც ცდილობს მოთამაშის დამშვიდებას და თავზე ხელის მოთათუნებით ამშვიდებს მას. ამ თავის შემდეგი მთავარი ლოკაცია Sweet Street-ი, ტერიტორია, რომელიც Lily Love Rates უკავშირდება. ლილი არის პერსონაჟი, რომელიც უკვე წინა თავებიდან იყო დაგეგმილი და დროთა განმავლობაში მან მრავალი განსხვავებული დიზაინი გამოიცვალა. ლილის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული და საინტერესო კონცეფცია, სადაც ის საკუთარ თმაზე დგას, რაც მას ბევრად უფრო შემაშფოთებელ და ზებუნებრივ იერს აძლევს. Sweet Street-საც ადრე სრულიად განსხვავებული დიზაინი ჰქონდა, ბევრად უფრო გამოკვეთილი, ლიმინალური სივრცის სტილით. თუ იცნობ ისეთ სერიებს, როგორიცაა The Backrooms, ეს ატმოსფერო ალბათ ძალიან ნაცნობი მოგეჩვენება. და ახლა როცა უკვე გიგანტურ მონსტრებზე ვისაუბრეთ, საინტერესოა. მოდით ვილაპარაკოთ კიდევ რამდენიმე პატარა დეტალზე. თუ გახსნი ყველა კარს და სამზარეულოს კარადებს ლილის სამზარეულოში, შეგიძლია ნახო ჩაიდანი და ეს უბრალოდ ჩვეულებრივი ნივთი არ არის. შეგიძლია მართლა აიღო ჩაიდანი და ადო გასკურაზე აადუღო როგორც ჩვეულებრივი ჩაიდანი და შემდეგაც კი ჩაის დაასხა ფინჯაში. ლილი ლავრეიცის წითელი შუქი, მწვანე შუქის თამაშის დაძაბულმა ატმოსფერომ ალბათ ბევრ მოთამაშეს გამორჩა რამდენიმე სახალისო დეტალი. მაგალითად, სიმღერები, რომლებსაც ლილი იყენებს ამ სცენაში, რეალური საბავშვო სიმღერებია, რომლებიც ბევრ ადამიანს უკვე იცის. ამ სიმღერებს შორისაა ვარსკვლავო სათხარ და ვიცი ობობა. ასევე გვხვდება სხვა მელოდიებიც ამ ნაწილში. მათ შორის პოპის იავნანის ვერსია. იგივე მელოდია, რომელსაც როგორც ლილი, ასევე პოპი ღიღინებენ ამ ადგილას. და არ აქვს მნიშვნელობა რამდენად სწრაფად გარბიხარ, ყოველთვის მოგიწევს ლილის ჩაის წვეულებაში მონაწილეობა. და ეს ის მომენტია, რომელსაც Poppy Playtime-ის ფანები ელოდნენ. პირველად ხედავთ ექსპერიმენტი 1006-ის ნამდვილ ფორმას. პროტოტიპს. საბოლოო ფორმამდე მისასვლელად პროტოტიპმა მრავალი განსხვავებული დიზაინი გაიარა. პირველ ეტაპებზე მას ჰქონდა სხეული, რომელიც დაახლოებით ჩვეულებრივი სათამაშო ზომის იყო, მაგრამ მაინც ინარჩუნებდა სიურპრიზის ყუთის იდეას.
გარდა ამისა, მისი მექანიკური ხელით და სხვადასხვა სათამაშოს ნაწილების შერევით, პროტოტიპის კიდევ ერთი კონცეფცია, რომელიც მეორე თავში განვითარდა, კიდევ უფრო აშკარა ხდიდა ჯამბაზის ყუთის იდეას. მაგრამ მესამე თავში პროტოტიპს უკვე ბევრად უფრო დიდი სხეული ჰქონდა და მისი დიზაინი გარკვეულ მსგავსებებს ავლენდა იმ ქანდაკებასთან, რომელსაც ქეთნები ეთაყვანებოდა. შემდეგ, მეოთხე თავში პროტოტიპის ახალი ვერსია გამოჩნდა უკიდურესად შემაშფოთებელი ფორმით. ის უკვე აღარ გავდა სათამაშოს, მაგრამ საინტერესოა, რომ ისაკის თავდაპირველ იდეას მაინც შეესაბამებოდა, რომელსაც პროტოტიპისთვის იყენებდა. გონიერი შესახედაობის მქონე არსება, რომელსაც საუბარი შეეძლო და უბრალოდ ჩვეულებრივი მონსტრი არისო. და ერთი დეტალი, რომელზეც ფანები დღემდე კამათობენ, ეს არის. პროტოტიპმა პოპის ნიღაბი გაზრახკატეხა, თუ ეს უბრალოდ შემთხვევით მოხდა. პროტოტიპის სხეულის ენაზე დაყრდნობით, ბევრი ფიქრობს, რომ ეს შემთხვევით მოხდა. მისი ჟესტები და რეაქცია იმ მომენტში უფრო შეშინებულს აჩვენებს, ვიდრე აგრესიულს. მაგრამ ფანებს აღარ უწევთ გამოცნობა, რადგან Mob Entertainment-ის გუნდმა დაადასტურა, რომ პროტოტიპმა პოპის ნიღაბი შემთხვევით გადეხა. ის განზრახ არ ცდილობდა მისთვის ზიანის მიყენებას. პროტოტიპი ასევე ახსენებს ადგილს სახელად უკეთესი ადგილი, თუმცა ინგლისურ ვერსიაში წერია The Better Place. მისი თქმით, სწორედ იქ მალავს ობოლ ბავშვებს. თავიდან ისე ჟღერს თითქოს ზეცაზე ლაპარაკობდნენ. მაგრამ თუ ეს ასეა, რატომ არის ინგლისურ ვერსიაში The Better Place ყოველთვის დაწერილი ისე, როგორც ნამდვილი ადგილის სახელი, დიდი ასოებით და ყველაფრით? სიკვდილის ეკრანებიც ისევ ობოლ ბავშვებს ახსენებენ, რაც მიანიშნებს, რომ ისინი ძალიან მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ მეექვსე თავში. კიდევ ერთი დამალული ზონა გიბლეტის ოთახის უკან აჩვენებს უზარმაზარ ნაგავს, რომელიც შედგება სამშენებლო ნარჩენებისა და გადაკრილი მასალებისგან, რაც მიანიშნებს, რომ მთავარი ქარხნის გარეთ არსებული სამყარო ბევრად უფრო დიდია, ვიდრე თავდაპირველად გვეგონა. რამდენიმე დოკუმენტშიც არის მითითებული ქარხნის გარეთ არსებულ პროექტებზე, მათ შორის Playtime Park-ზე, რომელიც პირველად მესამე თავში იყო ნახსენები. ისევე როგორც ეს დოკუმენტები, კიდევ ორ დიდ პროექტსაც ახსენებენ, მათ შორის ერთს ერთ იაპონიაში, სახელწოდებით ახალი დასაწყისი. იმის გათვალისწინებით, რამდენად პოპულარულია Poppy Playtime იაპონიაში, ეს შეიძლება მიანიშნებდეს მომავალ თამაშზე, რომელიც იქ განვითარდება. ისევე როგორც წინა თავებში, აქაც შეგიძლია დაინახო პროტოტიპი, რომელიც ფარულად აკვირდება მოთამაშეს ქარხნის სხვადასხვა ადგილიდან. პროტოტიპის ქანდაკების უცნაური დეტალია ის, რომ სხვა ყველა ქანდაკებისგან განსხვავებით, მას ფეხები არ აქვს. ეს ჩუმად ადასტურებს, რომ პროტოტიპის ორიგინალი სხეული ჯერ კიდევ Jack in the Box-ზე იყო დაფუძნებული და რომ მისი ობობას მსგავსი ფეხები მოგვიანებით დამატებული მოდიფიკაციებია. საბოლოო ბრძოლაში პროტოტიპი იწყებს ქარხმის სხვადასხვა სათამაშოს ხმების მიბაძვას და თუ ყურადღებით მოусმენ, მიხვდები, რომ ეს ყველა ფრაზა უკვე გაგიგონია მანამდე მთელი შენი მოგზაურობის განმავლობაში. თუ პროტოტიპის სიკვდილის ეკრანი საბოლოო თამაშში საკმარისად შემზარავად არ მოგეჩვენა, კიდევ უფრო შემაშფოთებელი ვერსია გამოშვებამდე ამოიღეს. ეს ვერსია ძალიან გავს იმ მოძრაობას, რომელსაც ის აკეთებს, როცა ლილის ერთ-ერთ ნაწნავს ჭრის. მას შემდეგ, რაც პროტოტიპი მოთამაშეს ამ უცნაურ სითხეში აგდებს, როგორდაც მაინც ცოცხლები ვართ, მიუხედავად იმისა, რომ გაგქვრივდეს. იმ ყველაფერზე დაყრდნობით, რასაც მეხუთე თავში ვსწავლობთ, ძალიან სავარაუდოა, რომ ეს სითხე პოპის გელია, რაც ახსნიდა როგორ გადარჩა მოთამაშე. ეს თეორია კიდევ უფრო მტკიცდება, რადგან ჯიბლეტსი მოთამაშეს ელექტროშოკს აძლევს, რაც ზუსტად ემთხვევა იმ პროცედურას, რომელიც მეორე თავის ექსპერიმენტის ერთ-ერთ ჩანაწერში აღწერილი. საბოლოოდ მეხუთე თავი კიდევ უფრო მეტ მტკიცებულებას გვაძლევს მოთამაშის ნამდვილი ვინაობის შესახებ. Playtime კომპანიის ყველა გადარჩენილ თანამშრომელს შორის რიჩარდ ლოვიცი კვლავ ყველაზე ძლიერი კანდიდატია. მეხუთე თავში ნაპოვნი დამალული VHS კასეტა საბოლოოდ ასრულებს რიჩარდ ლუისის ისტორიას. მისი პირველი დროებიდან, როგორც ადვილად გასაღიზიანებელი თანამშრომელი, საბოლოოდ კი კომპანიის ერთ-ერთ ყველაზე პატივსაცემ თანამშრომლად ქცევამდე. მაგრამ რონი ერთადერთი ნაცნობი სახე არ არის, რომელიც ამ თავში ჩნდება, რადგან მეხუთე თავი ასევე აღნიშნავს პიანოზავრის დაბრუნებას. შენი მისია იპოვო რამდენიმე დამალული სკანერი, რომლებიც რუკაზეა განთავსებული. თუ შეძლებ ყველა მათგანის დასკანირებას, პიანოზავრის საიდუმლო მოვლენა გააქტიურდება. მეხუთე თავში ნაცნობ სახეებს შორის ასევე გვაქვს ლიმონის სურათის დაბრუნება. შეგიძლია იპოვო იგი თავსატეხის ამოხსნით და კვლევისა და განვითარების ზონაში საიდუმლო კარიდან შესვლით, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. ასევე შეგიძლია ლიმონი უკან დააბრუნო. ერთადერთი რაც უნდა გააკეთო, არის კიდევ ერთი დამალული ოთახის პოვნა კვლევისა და განვითარების ზონის ახლოს. ლემონის შიგლით მოთავსებით გახსნი მეხუთე თავის მთავარ სიმღერას, რომელიც CG5-მა შექმნა.